ივლისი, აგვისტო. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ცდილობს ქალაქგარეთ გავიდეს და შევიდეს ისეთ გარემოში, სადაც გემრიელ კერძსაც მიირთმევს და თან სუფთა ჰაერზე იქნება. რა თქმა უნდა, ოჯახებით ხშირად მოდიან ესეთ ადგილებში, როგორიც არის რესტორანი კოლხეთი და ჩვენც იმიტომ ვეწვიეთ, რომ ზაფხულია. იატაკს თქვენ თვითონ უყურებთ, რომ არაჩვეულებრივია. ჭერი ნახეთ როგორია, თქვენ თვითონ ხედავთ. საინტერესოა, მაგრამ აი მე უფრო რა მომეწონა, იცით? აი აქ რაღაც აი ის ადმინისტრაციის ოთახია და კამერები კი არა, თვითონ აი ცოცხლად ადმინისტრაცია სულ კონტროლში ყავს. სამზარეულო, ვაი და ვინმემ რამე ისე რო არ გააკეთოთ. მაცივრებში სტიკერები არის, კონტეინერებშია ყველაფერი მოთავსებული და კიდევ აი ნახეთ, ეხლა მე რო ცოტა ხანი დავყოვნებულიყავი, ვიფიქრებდი რომ სპეციალურად ეხა დააკრეს ვადებითქო. აი ეს კარგად მიაკარით, რომ არ ჩამოვარდეს. ეს რა არის? ხო, ერთი თხოვნა მაქვს, აი როდესაც აუცილებლად გადაწურეთ. იმიტომ რომ ნაჟურ წყალში არ უნდა იყოს. კონდენსატი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ხინკალი იხარშება და ცხიმი არ არის. თუმცა წვეთები შეიძლება იყოს და არ არის. გამწოვი აი როგორ არის, იცით? ეთყობა რომ იწმინდება, მაგრამ აშკარად გარკვეული რისკ ფაქტორი არის, ნახეთ. გამწოვი გასაწმენდია. წვეთა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კი რისკი არსებობს, რომ ცოტა ხანში თუ არ გაიწმინდა, წვეთა დაიწყოს. ჯერჯერობით საბედნიეროდ არ არის. გასქურა ძალიან კარგი მოფიქრებაა. ფოლგა. ჩვენ მოვედით დღისით, როდესაც ნაკლებად არის ხალხმრავლობა, იმიტომ რომ საღამოს უფრო იკრიბებიან, ბუნებრივია აქ ამ ლოკაციაზე. აგერ ვხედავთ რამდენი სივრცეა, საკმაოდ დიდი რაოდენობის მაგიდებს და სკამებს ვხედავ. ესეთი პატარა შადრევანია, რომელიც ჯერ არ არის ჩართული, მაგრამ მეთევზე კი დგას თავისი სათლით. გადახურული ტერასა, ანუ წვიმა, მზე, ხელს არ შეუშლის ადამიანს, რომ შვიდად მიირთვას და გაატაროს დრო. აქ არის საკმაოდ დიდი დარბაზი, გადახურული, თუმცა როგორც აგვიხსნეს, ძირითადად ეს არის ზამთრის დარბაზი, იმიტომ რომ ზაფხულში მაინც სტუმარს ურჩევნია, რომ დაჯდეს გარეთ ტერასაზე, ან ვერანდაზე. მაგრამ ჩვენ მაინც ვათვალიერებთ, სუფთა გადასაფარებელია, არ არის დამწვარი, არანაირად აქ სიგარეტს არ ეწევიან. რბილი სკამები, მუსიკალური კუთხე, მე როგორც მივხვდი, აი იქ არის ხოლმე მუსიკა, არის ეკრანი და აგერ ლამაზი კერძები, სრული ასორტიმენტი, რაც შეგიძლიათ მიირთვათ კოლხეთში. აი რა გითხრა, სასიამოვნო გარემოა. ნახეთ, აქაც არის ვერანდაზე გასასვლელი. აი აქ და აი აქედან შეგიძლიათ გადახედოთ თბილის და თბილისის ულამაზესი ხედები აქედან იქნება. სუფთა ჭურჭელი, რაც მე ძალიან მომწონს. ნახეთ როგორ არის გაფორმებული. ლამაზად ქოთნები, ლუდის კათხები, ვათვალიერებთ დარბაზს და რა თქმა უნდა გვაინტერესებს თუ რა ხდება სამზარეულოში. ნახეთ აი რას ნიშნავს კამკამა ზეთი. ზეთს რა სიხშირით ცვლით? რა სიხშირით ცვლით ზეთს? ყოველ მეორე დღეს არ მინდა რა, იმიტომ რომ მაინც შავდება, მუქდება და არ შეიძლება რა. მე მასწავლის არ შეიძლებაო. მართალია 100%-იანი ხარ. ძალიან კარგი რომ მასწავლეთ. ნამდვილად არ შეიძლება, ნამდვილად უნდა ხშირად იცვლებოდეს. შევიხედოთ მაცივრებში. ეს არის მზა პროდუქციის მაცივარი და ნახეთ სტიკერები სხვადასხვა რიცხვებით არის დათარიღებული. ძალიან კარგია და ულუფებად არის მოთავსებული და ულუფების შემდგომში კონტეინერშია. ერთგვაროვანი პროდუქტი ერთად არის მოთავსებული და ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია და მივესალმები. შენახული არის კვერცხით თავის კონტეინერებში, ესე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზოგი შეცდომას უშვებს და რეცხავს კვერცხს და მერე უკვე კვერცხს ვინაიდან ფორები აქვს, უკვე შეიძლება შიგნით დაბიძურება მოხდეს, კვერცხი უნდა გარეცხო უშუალოდ გამოყენების წინ, ესეც სწორია და კარგი არის. იმდენი მაცივრები გაქვთ, რომ ცალ-ცალკე გაქვთ ყველაფერი მოთავსებული.
როგორც იქნა ვიღირსე. ნახეთ, აი რას ნიშნავს სუფთა დაფები. და ქვევით ნახეთ რო არის რეალოს დადებული, ანუ გამოყენებაში იყო და ჩემთვის არ არის მომზადებული, თუმცა ჩემთვის საიდან იქნებოდა. აქაც მოწესრიგებულია, აქაც ყველაფერი მოწესრიგებულია, ესეც მომწონს. აქ კიდე არის მაცივრები აშკარად გასალღობია და მაცივრებში. აი, ნახეთ, მენეჯერი მინდა. აი ეს კუთხეები დამისუფთავეთ, სადაც ამდენი გაქვთ გაკეთებული ეს კუთხეები დამისუფთავეთ და ესენი ყველაფერი შემიღებეთ. რესტორნის და კვების ობიექტის განუყოფელი ნაწილი სველი წერტილი, რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ სუფთა, ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, აბა ვნახოთ. არის თხევადი საპონი, კი ნამდვილად წყალი მოდის და აბა ვნახოთ თუ არის ხელსახოცი არის, ეს კარგია, სუფთა, აგერ შეგვიძლია ვნახოთ ტუალეტები, სუფთა ტუალეტია და უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, როდესაც საპირფარეშო არის სუფთა, 99% რომ სამზარეულოდ სუფთაა. ეს რა არის? ანუ ჩავიდე, მაგრამ ხელი მოვკიდო, ხო? კიდია, ცოტა მეცესე ჩავდივარ ხელს კი. ხელს მოვკიდებ და ჩავალთ, ნახოთ. მოდით ვნახოთ, სად მუშავდება ხორცი. ეს კედელი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. წვიმების დროზე ძალიან მდგომარეობაში ვარ. კი ბეტონო, ეს კედელი აღადგინეთ, თუმცა მაგას დაგიჯერებთ, იმიტომ რომ აქეთ კედლები სრულიად მოწესრიგებული და გაპრიალებულები გაქვთ. აქ მუშავდება ცომი, კი ბეტონო, ცომსაზელი, კი ბეტონო, ფქვილი, ჭერის სუფთა, აბლაბუდები არ არის და აქ მუშავდება, პრესში ტარდება და მერიადის ზევით, ხო? კი ბატონო. და ეს არის ხორცის დასამუშავებელი. ზევით რო გაწიკწიკებული დაფები გაქვთ, ესეც გამომიცვალეთ, ან ეხლა დამუშავეთ ხორცი. კაი ბატონო. ამ ზედაპირზე, ნუ ტილოების სუფთაა, ვუყურებ, სუფთა ტილოები ყოველდღიურად ცვლით? დღეში რამოდენიმეჯერ ძალიან კარგია. ხორცის მანქანა გაწკრიალებული, გაპრიალებულია. ეს არის კამერა, მაცივარი, რაკაისი გრილია, ფანტასტიკური. ნახეთ როგორ არის. უფ, ნახეთ რა ხორცია. აი ამაზე იტყვიან, სულ თქავს ხორციო, სულ ახალი, ძალიან კარგი ხორცია. ეს რა არის? აი ესეც იგივე ნახეთ რა ფერია, ფანტასტიკური ხასხასა, ცომები და ეს არის კაბაბები და ჩვეულებრივად პარკებშია მოთავსებული. კლდესაც ვერ უყურებ, მაგრამ აი როგორ გითხრათ, აი რაღაცა მაკლია მაინც. აი ყველს მაგალითად იქედან ავიღებდი, იმიტომ რომ არაჰერმეტულად არის შეკრული და ყველში რო ჩააწვეთოს, აი თქვათ ნაჟურმა წყლებმა არა სასიამოვნო იქნება და ნუ იატაკს კარგად გამოვრეცხავდი. აი ეს არის სულ, მაგრამ პრინციპში აქ იმდენად ხშირი მოძრაობა არის, რომ აი ეს უჟანგავი საკიდები ძალიან კარგია და ნუ ახლა მაცივარია. აქ ხორცი მუშავდება, შემდეგში ეს ხორცი ადის ზევით და ეხლა პირობა მინდა გოგოებო იმისი, რომ აი იმ კედელს სასწრაფოდ გამიკეთებთ. დანარჩენი ხართ ძალიან მაგრები. გამიკეთებთ? აუცილებლად, რა თქმა უნდა. ხო და მე კიდე მექნება მოტივი ამოვიდო და გადავაკონტროლ. აი ამ უკვე მეორე დარბაზში, აი ესეც ღია დარბაზია, თუმცა გადახურულია. აი აქ მინდა დავასრულოთ ჩვენი რეპორტაჟი რესტორანი კოლხეთი ოქრო ყანაში, რომელიც ჩვენ პირველად დავათვალიერეთ და თქვენს წარმოდგენა შეგექმნათ თუ როგორი კვების ობიექტია. პრინციპში რაღაც პატარა შენიშვნები რა თქმა უნდა არის, მაგრამ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ ეს ობიექტი და ამით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი რეპორტაჟი თბილისიდან.